გოეთე ფაუსტი, წიგნი ერთ წუთში. რა ღირს ადამიანის სული? ერთი წუთით ბედნიერება თუ მარადიული ცოდნა. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ფაუსტი. გაიცანით ჰაინრიხ ფაუსტი, მეცნიერი, რომელმაც შეისწავლა სამყაროს ყველა კანონი, მაგრამ მაინც ვერ იპოვა ცხოვრების აზრი. ის სასუპარკვეთილია. სიბერე ახლოვდება, მას კი არც სიყვარული განუცდია და არც ნამდვილი ვნება. სწორედ ამ დროს ჩნდება ის, მეფისტოფელი. არა როგორც საზარელი მონსტრი, არამედ როგორც მომხიბვლელი ცდუნება. ისინი დებენ სისხლიან გარიგებას. მეფისტოფელი შეუსრულებს ფაუსტს ნებისმიერ სურვილს, დაუგრუნებს ახალგაზრდობას და მისცემს ძალაუფლებას. სანაცვლოდ კი ითხოვს მხოლოდ ერთს. ფაუსტის სულს იმ მომენტში, როცა ის ითქვის ფრაზას: შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ. ფაუსტი იღებს ახალგაზრდობას. ის იწყებს ცხოვრებას თავიდან, მაგრამ მისი ვნებები დამანგრეველია. მისი მსხვერპლი უდანაშაულო გრეთხენია, გოგონა, რომელსაც ფაუსტი აცდუნებს და შემდეგ ტოვებს. გრეთხენის ბედი სიგიჟე და სიკვდილია. ფაუსტი ხვდება, რომ ეშმაკთან თამაშში მოგებული არავინ რჩება. მან მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, მაგრამ დაკარგა ყველაფერი, რაც ღირებული იყო. ფაუსტი. წიგნი იმაზე, რომ ყველაზე საშიში დემონები ჯოჯოხეთში კი არ არიან, არამედ ჩვენს საკუთარ ამბიციებში.